გამარჯობათ. დღეს არის 2026 წლის 4 ივნისი. ვიმყოფები მესტიაში. რამოდენიმე დღეში, ანუ 7 ივნისს, ჩვენ მეზობელ სომხეთის რესპუბლიკაში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები. მაგრამ სანამ ამ საკითხზე დეტალურად და კიდევ აქედან გამომდინარე სხვა საკითხებზე სასაუბროდ გადავიდოდე, მოგიწოდებთ იმათ, ვისაც აქ ამ პლატფორმაზე, ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ და საზოგადოებისთვის სასარგებლოდ მიგაჩნიათ, რომ გამოიწეროთ, ანუ დააფოლოოთ ეს აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით, რომ თქვენც და უფრო მეტ ადამიანს მეტი წვდომა რო გქონდეთ ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე. რამოდენიმე დღეში, ანუ 7 ივნისს, სომხეთში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ზოგადად ის თუ როგორ განვითარდება საქართველოში მოვლენები, გარდა თვითონ საქართველოში მიმდინარე უშუალოდ საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა, ძალიან დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება საქართველოს საზღვრებს გარეთ და მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში. მე მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში დაიწყო აგრესიული ომი, პირდაპირ ფართომასშტაბიან ომზე ვლაპარაკობ 2022 წლის 24 თებერვალს, თორემ 2014 წელს დაიწყო მან ყირიმის ანექსიით და შემდეგ დონბასის მოვლენები მოგეხსენებათ. მას შემდეგ, რაც ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, მას ის ვერ ახერხებს გამარჯვებას უკრაინის ფრონტზე და ამასობაში, ვინაიდან მას ხელფეხი შებორკილი აქვს უკრაინის მიმართულებით, ის ვერ ახერხებს ის ამასობაში ის ვერ ახერხებს თავის საზღვრებს გარეთ და სოფლიოს სხვადასხვა ტერიტორიებზე ისეთ აქტიურობებს, როგორც ის ახორციელებდა ზემოხსენებული ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე, ამისათვის მას არ ყოფნის არც სამხედრო ძალები, არც ფინანსური შესაძლებლობები და არც მორალური ძალა. და აქედან გამომდინარე, ის ერთი მეორის მიყოლებით უფრო და უფრო კარგავს პოზიციებს სოფლიოში. რაც გამოიხატა სირიაში მისი უახლოესი მოკავშირე ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობით, თუმცა მანამდე ის ახერხებდა მის დაცვას, მაგრამ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მას არ ეყო ძალები იმისათვის, რომ დაეცვა ბაშარ ასადი და მოგეხსენებათ, ის დამხობილია და ახლა შემდეგ რუსეთში გაიქცა და რუსეთში იმალება. ვენესუელაში ჩატარებული ოპერაცია, რის შედეგადაც პუტინის უახლოესი მოკავშირე ნიკოლას მადურო ამერიკის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაპატიმრებული იქნა და ახლა ის ამერიკის ციხეში იმყოფება. ასევე ვლადიმერ პუტინმა უკან წაიღო თავისი სიტყვები, მას ჰქონდა ნათქვამი, რომ ამიერიდან ის არ დაუშვებდა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას, მაგრამ ვინაიდან მას ხელფეხი შებორკილი აქვს უკრაინაში და იქაც ვერ იმარჯვებს, მას მოუწია დათმობა და მან დაუშვა ფინეთის ნატოში გაწევრიანება. ფინეთისა და შვეციის, ანუ შვედეთის ნატოში გაწევრიანება, მაგრამ ფინეთს მე ხალხს უსვამ განსაკუთრებით იმიტომ, რომ ფინეთს აქვს რუსეთთან დაახლოებით 1200 კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი და მდებარეობს დაახლოებით 100 კილომეტრში რუსეთის სიდიდითა და მნიშვნელობით მეორე ქალაქიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, რომელიც რუსეთის ყოფილი დედაქალაქია, მოგეხსენებათ. გარდა ამისა, არჩევნების მეშვეობით მან დაკარგა ევროკავშირში უახლოესი მოკავშირე ნიკოლას მადურა, უკაცრავად ვიქტორ ორბანი, რომელმაც და მისმა პარტია ფიდესმაც გამანადგურებელი ანგარიშით, გამანადგურებელი მარცხი იწვნიეს საპარლამენტო არჩევნებში უნგრეთში და მისი უახლოესი მან ასევე დაკარგა უახლოესი მოკავშირე ევროკავშირის ტერიტორიაზე. ასევე ის რაც ხდება ახლა ირანის ტერიტორიაზე, ირანში, რომელიც ასევე წარმოადგენს პუტინის უახლოეს რეჟიმს და პუტინი ვერ ახერხებს ირანის რეჟიმზე რაიმე ქმედითი დახმარების განხორციელებას, ესეც თავისთავად სერიოზული დარტყმა არის პუტინის რეჟიმზე და სერიოზულად ასუსტებს მის პოზიციებს, როგორც პირდაპირ მოკავშირის დასუსტებით, ასევე მორალურად, რადგან არაერთი ადამიანი, მათ შორის არაერთი რეჟიმი, მისი მოკავშირე რეჟიმები და თვითონ რუსეთის მოსახლეობა ხედავს, რომ პუტინი თავის უახლოეს მოკავშირე რეჟიმს ირანში ვერ ეხმარება.
და რო ვერ ეხმარება ამის მიზეზი გარდა იმისა, რომ უშუალოდ ძალები არ ყოფნის, გარდა ამისა არის ის, რომ მას ეშინია, რომ თუ კი რაიმე დახმარების მაგვარს განახორციელებს ირანის რეჟიმის მიმართულებით, მაშინ მას ეშინია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რესპუბლიკური უმრავლესობა ამერიკის კონგრესში, ასეთ შემთხვევაში, რომლებსაც თითქმის შეჩერებული აქვს უკრაინის დახმარება, მას ეშინია, რომ ისინი აღადგენენ უკრაინის დახმარების პროგრამას, რაც მისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება. და აქედან ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თუ კი ახლა პუტინი დაკარგა, თუ კი ახლა პუტინი წარუმატებლობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რომელიც 7 იუნის სომხეთში ტარდება, ეს კიდევ სერიოზული დარტყმა იქნება მის რეჟიმზე, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის და ყარაბაღის კონფლიქტის მიმართულებით პუტინის გავლენები ისედაც ძალიან სერიოზულად არის შემცირებული. ახლა რა ხდება სომხეთის არჩევნების მიმართულებით უფრო დეტალურად რო ვთქვათ. ნიკოლ პაშინიანი, რომელიც არის სომხეთის დღევანდელი პრეზიდენტი, რომელიც მოგეხსენებათ რევოლუციური მოვლენების შედეგად გახდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი 2018 წლის მოვლენები მოგეხსენებათ, ხელმძღვანელობს პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ჰქვია დაახლოებით ასე ითარგმნება ქართულად სამოქალაქო ხელშეკრულება, სამოქალაქო შეთანხმება, დაახლოებით ასეთი თარგმანია. მისი იქ სხვადასხვა პარტიები მონაწილეობენ და ზოგადად სომხეთში არის პროპორციული სისტემა და მისი მეტოქეები არიან სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, რომელიც ხელმძღვანელობს პოლიტიკურ ძალას ალიანსი სომხეთი, რომელიც სომხეთის პრეზიდენტი იყო 2008 წლამდე, 2008 წელს სომხეთის პრეზიდენტი გახდა სერჟ სარქსიანი და ასევე ნიკოლ პაშინიანის ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს პოლიტიკური ძალა ძლიერი სომხეთი, რომლის დამფუძნებელიც არის რომელიც რომელსაც პოლიტიკური მიმოხილველები ახასიათებენ როგორც პუტინთან ძალიან დაახლოებულს და პუტინის მოკავშირედ განიხილება, სამუელ მანუქიანი, რომელიც ლაპარაკი არის, რომ არის მდიდარი ადამიანი, ლაპარაკი არის, არ ვიცი, მულტიმილიონერი თუ მილიარდერი და ასე შემდეგ, ანუ რუსეთთან ასოცირებულ ძალიან დიდ ბიზნესმენად განიხილება. მას ის ამჟამად ის იყო დაპატიმრებული სომხეთში, მაგრამ ამჟამად ის იმყოფება შინაპატიმრობაში, მაგრამ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, არჩევნებში მონაწილეობს და ახლა არის ასეთი ვითარება, რომ თუ კი მოგეხსენებათ ყოფილი საბჭოთა სივრცეში ძალიან ძნელი არის სოციალური კვლევების მიხედვით დასკვნის გამოტანა, მაგალითად განვითარებულ სამყაროში უმეტეს შემთხვევაში მიახლოებით მაინც ემთხვევა სოციალური კვლევის შედეგები, მაგრამ ყოფილი საბჭოთა სივრცეში ძალიან ძნელია, მაგრამ სოციალური კვლევები აჩვენებენ, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ნიკოლ პაშინიანი